აუთულებს თუ არა ახალი კანონმდებლობა 20 მაისის, რომელიც ესპანეთში შემოდის, ჩაბარების თემას, ასევე დევნილი სტატუსის ეგრეთ წოდებულს ესპანეთში. პასუხი არის დიახ. აუთულებს, იმიტომ რომ გაყენებს არჩევნის წინაშე, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ესპანეთში ჩაბარება საკმაოდ გართულებულია და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია სწორად მიუდგეთ ამ საკითხს. თუ პირობითად მე ჩაბარების გზას გადავწყვეტავ, მექნება გარკვეული მინუსები, რომლებიც შემდგომ სამომავლო ლეგალიზაციისთვის გამირთულებს გზებს. არსებობს თუ არა ახალ კანონმდებლობით სხვა გზებიც? რა თქმა უნდა არსებობს, ასევე ზოგი გაუმჯობეს და ზოგი იგივე დარჩა. მაგალითად, pareja de hecho, reagrupacioni, მაგალითად მათ ქორწინება და ასე შემდეგ. ანუ არის უამრავი ფიგურა, რომელიც რა თქმა უნდა კვლავ იდენტური დარჩება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი ისა აქვს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ჩაბარებას ხაზზე თუ წავედით, ახლა ამ კითხვებზე ბევრი დამისვით, არის ის, რომ დეპორტი გაცილებით უფრო ნაკლებია ესპანეთში, განსხვავებით თქვა საფრანგეთისგან ან გერმანიისგან ფაქტებითაც მოწვდება თუ Frontex-ით გავამოწევთ. თუ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის დამიკავშირდეთ თქვით მითითებულ ნომერზე ან Facebook გვერდზე ლუკა როსტომაშვილი. დამატებითი კითხვები თუ რაიმე გექნებათ, თხოვნა იქნება რომ მომწეროთ კომენტარებში და თუ გამოიწერთ, მადლობელი ვიქნები რომ ჩვენი TikTok არხი და ზოგადად ჩვენი community გაიზარდოს. დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის.